ადგილი ამ მშვიდობის. გაუმარჯოს. ნახეთ რა მაგარია მინდია. ძალიან მაგარია მინდი. კუხნის კარი გავაღე და თან იმედი მაქვს რომ რავი ბუზები არ ჩანან ჯერჯერობით. არო იცი რომ მაგაც ზამთარია ჯერ და იმედია არაფერი არ შევადგო. აი მზეზე უხარიათ რამდენიმე ბუზი დაფრინავს. და მგონია ვინმე შევიდეს კუხნაში. როგორ ახართ? ფისო. გამოდი მაგედან. ომას უთავს რატო უთხოვ? ისე დავდებ რომ იქიდან მიჭყუტუნებს მაგიდის ანარეკლი. როგორ ახართ? რაფერი ხართ? უგუგეძირად. ვეთ ფათაშორის კარგად გემრიელად. ესე იგი მე გუში რო ძალიან ადრე ავდექი ხო იცით? სავარაუდოდ მოკვლაფება იცის აი როგორც მაგვიძარა დააყენო რა მასეთ სიტუაციაში იცის მიჩვევა მასეთ იმან ხო და ზუსტად იგივე დროს გამეღვიძე როგორც გუშინ ავდექი 5:30 იყო ეხლა ვფიქრობ აი ავდგე რა გავაკეთო ანუ არა მაქვს ვაი გუში მქონდა ეხლა რომ უნდა ლაშასთან გამეტანებინა რაღაცეები კაი ავდგები ვიფიქრე აღარ მეძინება რა გავაკეთო ვიფიქრე დავაუთოვებდი მაგრამ ესა ნინო იყო იწვა ჩემთან გუშინ კატო მოვიდა ჩემი ძმისშვილი და ნინოს საწოლში ჩავაწვინე ბარბარეს ოთახში ბარბარესთან გოგოებთან ნინო კიდე ჩემსთან და ისევ გადავფრინდი და დავიძინე აი მე რაღაცა მაქვს თავში ყველაფერს ვაჭამე ყველა არსებას კურდღლებსაც კი რასაც ლაშაული სხვა მეორე დღეა მეული მამა არ აყავთ აქა და ეხლა მოვიდუღე ყველასა ძინავ ჯერჯერობით ეს ორი დღე ვიზარმაცე დახატვაზე და დღეს ყველა ვარიანტში უნდა დავხატო წესით ნუ საღამოხანს მაინც იმიტომ რომ დღე არ მგონია დღის მანძილზე კატოც აქ არის შუა დღით გავაცილებ მუსიკაზე და დაახლოებით მაგ დროს კიდე შეიძლება მოვიდეს ლაშა დღეს უნდა გამოწერო წესი იმედია ყოველ შემთხვევაში ხოლო დავდგე ისა რა ქვია ხორცი მოსახარშად საქონლის მე შევჭამ და მაგაში ვყრი ხო მე დიდ კარტოფილებს აი უკვე რომ მოადუღდება რომ მოვქაფავ აი სულოს წვენი გაწკრიალდება ვაგდებ დაფნას ვაგდებ ნიახურს მარილს ციცაკას და მთლიან ხავს ლაშა ნიორსაც აგდებს ხოლმე რადგან ეხლა მევაკეთებ არ ჩავაგდებ მთლიანებს უყურებ და როცა მოიხარშება აი ხორცი რო უკვე უნდა მოიხარშოს ესე უნდა ამოიღოს ყველაფერი უკან აი 5-10 წუთი რო აკლია რა და უნდა ჩაალაგო დიდი კარტოფილები და მოიხარშოს საბწვერი და სუფრაზე მიმაქ ხოლმე ანუ ეს ხორცი შუაში ეს პატარა ნაჭერის ხაშლამები და გარშემო ეს კარტოფილი აი ხორცზე გემრიელი არის ის კარტოფილი იმდენად აი მწვეში არის აი ძალიან გემრიელი და ძალიან სასარგებლო არის ნუ ყველა ვიცის საქონელის ხორციც და ნახარშიც ხო და ეხლა მინდოდა კიდე რომ ღორისის ამომეღო სამწვადე მაგრამ ვასტიკერებთ ხოლმე ჩვენ რა რომ ვაბინავებთ ხორცებს ვასტიკერებთ რომ ვიცოდეთ რა არის ნახე მაგრამ რაღაცა ჯიდები დასაჭრელს არ გდებთ ხოლმე გაყინული ისე არის რომ იმ ხელაა რომ ანუ ეგ გავალხო ნაწილი მოვაძრო ნაწილისევის ეგ არ მიყვარს ხოლმე არ შეიძლება გავხვალე ხორცის უკან ჩადებ გაყი დავანებე თავი რა რაღაცაა მეთქი მიკროტალღოში შევაბრძანებ მე და რაღაცა იქნება
თუ მოვა და ვინც მოიყვანს, არ ვიცი, გუშინ კი მითხრა, მაგრამ დამავწო ბიჭები თუ მოკლედ. რაღაცა ისაქვნა რა. ჭამუნსაჭმელი. ეხლა ვფიქრობდი, რომ ის ხომ აქვს აპტყელებელი. ცომის და მოდი ხინკას დავიწყებ მე. მაგრამ რომ მივხვდი მე რომ ხვალე ბავშვებს საროჭკები უნდა ჩავაბაროდას. დღესაც უნდა მომიტანო საროჭკა, ანუ ვისათანაც უკვე შეპირებული ვარ, მარტო ისინი იმათ მოაქვთ, იმიტომ რომ გუშინ ახალმა მომწერა და უარი თქვი, ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ, ხო დავხატო. ხო და ისა. რამდენიმე მღალ უნდა მომიტანოს რა და ხვალე ხომ უნდა გქონდეთ ბავშვებს საროჭკა, უნდა უკვე ჩაიცვან, მოვიდა ერთი კვირა დარჩა ბოლოს არა. რამის შაბათკვირაში თუ არ ჩავდო. ხო და დრო გავამეთქი რა ეს ხინკალის, მე დავიღლებ და მე კიდე დამეძალება დახატვათ. და გადავიფიქრე. თანცი რატო მომეხასიეთ, რომ აქ გავაკეთებდი. ზამთრის პერიოდში არ მიყვარს, იმიტომ რომ ის ფქვილია ის რაღაცაა და პიმპატა წინა კუხნაში ვერ აუმოძრავ და ვერ ავტრიალებ. და აქ რო დაიყაროს ერთ ნესტიან ცოცხს გამოუსმევ და ეგ დავთავ. და გადავიფიქრე რა. მე ისეთ დროს გავაკეთებ, რომ აი არ ამქონდეს საქმე. დღეს სხვადასხვა იგენია რა და აუ გუშინ დაიწყეს ბავშვებმა ქალაქობას თამაში. საღამოთი ნინომ გამოთქვა სურვილი, მეც მინდა ვაკატონ და ბარბარე წაყვა. ცეკვიდან არ მოვიდა ბარბარე რაღაცა თავი ტკივაო და მასავით იჯდა. მე კი უთხრა რომ ისაქენი მე გაიღვიძე. ხო და დაიწყეს ქალაქობას თამაში. ბარბარე ყველაფერს აწერდა და აი მე იმაზე ვიცინე. ნინომ დაწერა ფროზე ფრინველი ფასკუნჯი. თან პარალელურად მამიდა ჩემს ველაპარაკებოდი და აი მაგრად ვიცინე რომ ფასკუნჯი მეთქით შვილო 50 თეთრიანს რო ეხა და მე ფრთებიანი ლომი ეგ არის თუ ვეფხვი ლომი არა ვეფხვი თუ ლომი რამე შორ ბაკას ეგ არის მეთქი არ არსებობს თქო ფასკუნჯი და ამოვაწერინე მე დავგუგლე და თუ მე ფასკუნჯი ყოფილა ქორის ერთ-ერთი სახეობა და ისევ ჩაწერა აუ კარგად ვიცინეთ რა რაღაცებზე ქალაქებს და სოფლებს ვერ აწერდნენ და ეს ორნი და წამოვიყვირებდი რაღაცა ხან სოფელს ხან ქალაქს რაც მომადგებოდა პირზე მე რა ვიცოდი ხან ზოგი ქვეყანაში წერდა ზოგი ქალაქში წერდა იმან ფისო რა გდია მან ერთი წამით ეს პატარა წრუწუნა საიდან მოვიდა აქ არ იყო წეღა და გეხოცები კატაშინდა და წავიდა აი მე რა გვეშველა და მე კიდე იმედი მაქვს რომ თაგვების დასაჭერად ამყავ 22 ცალი კატა დასუნა და შეეშინა წამოვიდა მე ორი ბატი თამაშობს მოგაო ეს თორე კატოლიკში ჩამოვიდეს და წრუწუნა დაინახ შეიძლება შესალოცი გახდეს და ნახშირი და ის არ იყოს რა ქვია დანა აუ ხალხო იცი რა უნდა გკითხოთ აი მე ახალ მამალმა დაიყივლა და როგორი ტანჯებ რა ის არის სტრეპტოციტი მივცე ცოტა გამოდი მაგედან ისა მე ხომ უნდა ვიყიდო წეგან მათვალიერებდი Facebook-ზე მაგრამ არ ვიცი რომელი გვერდია სანდო ხო არიან 1000 თაღლითები და რაღაცები რა და ან თვითონ მისვლით რომ ნახო და მივიდა ჩვენ წამოვიღოთ ან რაღაცა რა კამოდის ყიდვა ხომ მინდა ხა კი ვიცი რომ ის პოინტში არის და იყიდება ეს მეორადები რაღაცა ძალიან ხშირად მეყია და ძალიან კმაყოფილი ვარ მაგრამ ახალი მინდა არც ესეთი აი გაბარიტური და აი რა ქვია კლასში რაღაცას აწერენ აუ ღეროთ იმას ჩაუწევ ხოლმე შუქს მე ვეღარ ავხედავ ტელეფონს და ღამე უწევ ხოლმე სულ ბოლომდე ბატარეას და
ხომ რამე მნიშვნელოვანი ხო არ არის. ერთ-ერთი ბავშვის ნომერს კითხულობენ და არა მაქვს. ხო და ანუ სად შეიძლება ვიყიდო რა? აი ახლო-მახლო. კარა და არა, კამოდი მინდა პატარისთვის მინდა რომ ისა ვქნა. რომ მივიდე და ავარჩიო. მე მგონი არ უნდა ღირდეს რაღაცა ვფიქრობ რომ 300-დან 400 ლარამდე იქნება. არ მინდა ეს ტრილიაჟები და იქ სარკეები და რაღაცა. უბრალოდ მინდა რომ ჩავალაგო ტანსაცმელი ბავშვის. ოღონდ ღია ფერი მინდა რომ ჩემი სპალნა ხო თეთრია თუ მე სპილოსფრის ფერი და რომ დავდო. დღეს დაშრება ეხა ჩაყოვიღებ დავაუთოებ. აი მეებს რა ქვია. გუშინ მე გიმეუბნება ჩემი ძალი რომ კატოსო ვეღარ მოიცილებ, მაგრამ ჯერ ხო მივიდა გუშინ ეფერებოდა იმ სარეცხს. ჯერ ნინოც ხო მივიდა, იონე შეხედა და გაეცინა პატარა სარეცხს. ბარბარე რომ მივიდა და თვალები გაუწყდეს სარეცხი რა ეკიდა. მე ეხელები. ანუ სურათში და ვიდეოში კიდე ვიბაც ჩანს რა სარეცხად. იცი რა პაწიწინებია. ხო და კატოსო მანდედან ვეღარ მოიცილებო. ნუ ხარ მეცე გმინდა, მე საქმეს გავაკეთებ, მიმხედი მეყოლებ. ისეთი მოდენად იქნებიან, მაგრამ აიც. აი მე დამღალე. ის რომ აჩუქეს ხო იცით საწოლმანეში. მაგას ეხლა დიდ პარკში ჩავსვავ და სადმე შევინახავ. ძალიან იქით არ გავიტან, არ დავმალავ არაფერი. იმიტომ რომ მაგის ოთახში გაშლას არ ვაპირებ. ისეთ პერიოდში უნდა დაიბადოს, რომ აი ესეთი კაი და თხელი და რაღაცა მინდები იქნება. პარალელურად საქმეც მექნება, ასმაგად, ჩვეულები როგორც მაქვს ხოლმე. ამიტომ ზემოთ ქვემოთ რო არ ვირბინო თუნდაც ხა მაგ პერიოდში კი ბავშვების სახლში იქნებიან და რაღაცა, მაგრამ მაინც მიხედვის ის ან აქ დავდგავ, ან მაღლა ბლოშატკაზე. ნუ ისეთი მსუბუქია, რომ სადაც გინდა აიტან და დადგავ ბოლო-ბოლო. სადაც საქმე გექნება, რომ ახლო-მახლო ყავდეს პატარა. ხო და მაგას ვაპირებ რა. მაგ პერიოდისთვის თან გარეთ რომ ეძინათ ხოლმე ძალიან უყვარდათ. მიუხედავად იმისა, რომ მანქანებია და რაღაცა არა უშ. უნდა მიეჩვიოს იმ ხმაურსაც. ხმაურში ძილსაც. ყოველთვის ჩუმად და იმად ხوار იქნებიან. ეს ეხლა ვფიქრობ კიდე რა შეიძლება გავაკეთო დღეს. ეხლა რო ადგებიან კვერცხს შევწვავ. აი ეხლა თუ მოველი მან, აი გუშინი დაურსავ ცემე. უბრალოდ მაგრად მინდოდა რომ ეცემა კიდე. ცოტა გავიწიო თორე ამ სარკემ ნერვოზი გამირთულა. ესე იგი საღამოთი ყველას ცალ-ცალკე ვაბინავებ რა, ვაბანავებ უნდა მეთქვა. პატარებს ცალკევსავ, ახლებს 5 ცალს. აი ეს ვარიები რომ ყიდეთ და 19 ცალი რო ყავ. ეგენი გარეთ იბუდებენ თავისით და ხო იმაში აღარ ავსვავ ხოლმე 5-ში და იმაში რომ ჯერ ის რო 19-ნი არიან და არა მაქვს ისეთი საშუალება რომ ჩავსხა, აბოიგუდები და თან დაცულია ყველაფერი, ტუპისთან ახლო არიან რა, იქ იბუდებენ, რომ ანუ კატა მაგათ ვერ წაიყვანს. უცხო კატა კიდე როცა აი ეს მამალი კატაები რომ ყავ, არ მოდიან. და საშიშროება იმის რომ გამოდი გარეთ, ფისო. კუხრაში არ შეხვიდეთ თუ მოველი მან. ეგ აკრძალული ზონაა თქვენთვის. ანუ ის რომ ძაღლი შემოვიდეს და რაღაცა არა და იქ მაქვს ჩახერგილი რა, რომ ხო შანსი არ არის. და დაცულები არიან და აღარ წვალობ ხოლმე. იქათ მეფში თავისით შედიან დაუკეტავ კარებს, ესენი თავისით იბუდებენ, მარტო ამ 5 წიწილას ჩავსხავ ხოლმე. ის სამი მომაკვდავი რომ ყავ თავისით ემედეთ. ოჯახის უფროსი ლეკა. ეცა ხო და რას ავყვებოდი? ინდაუზე. ხო და დილით გუშინ აი აქ რო დავგავე ხალხნოს სულ რომ მივყევი თან რომ ლაშასთვის რაღაცები მქონდა გამზადებული და უნდა ვანოს ველოდებოდი რომ უნდა წაეღო და მივყევი რა ანუ აღარაველი მაღლა რომ დამიწახოს მეთქი გავიგო დილით ადრე იყო და მე იქით გაվել ანუ სულ დავალაგე 3 მეშოკი ავსე ნახევრად და იონე გადა მე და ეს
იმედი აღარავის შეგუშლის ხელის. ხოდა ისა დილით რო გამოვდივარ ხოლმე, ანუ რადგან არ არიან ესენი დამწყდეულები, დილით ხვდება ხოლმე, აი გეგონება რავი, ესე ისროლეს კლინტებიო რა. ხოდა გუშინდელი დალაგების შემდეგ აქ რომელიმე გამოვიდა, შეიძლება წდება მამიწიოს და ამიტომ ქათმები რო შევიდნენ, ნინოს ვუთხარი, ახლა მეთქი, მოდი ეს ამათ მოუაროთ ესე და შევყაროთ ესე, ինձ თქვა საქათმეში ეს წვრილმანები. ესე იგი ძალიან ადვილად შევიდნენ, თვითონ საქათმემდე რო პატარა ეზო აქვთ რა, უკან დიდი რკინის კარებით და მერე საქათმე. ანუ აქ შევრეკე. ეს რკინის კარები დაუკეტე მერე რო აღარ გამექცნენ მეთქი და შევედი მერე და ახლა მივყვები რომ ეს საქათმეში შევიდნენ, ანუ სახლის უკან მთლიან სიგრძეზე პატარა საქათმე გვიდგა და მთლიან სიგრძეზე აქვს თეზო და კიდე რკინის კარი. ეს ჩავხედი რომ არ გამექცნენ და ანუ მივყვები ნელა, ნაზად, ცოცხით, საღამოა თან უკვე მობინდებული რომ მაგ დროს მორჩილებაში არიან ხოლმე ქათმები. ესე იგი როგორც აი დაცვის წევრი, ინდაური. პატარა საქათმეა, პატარა კარებით. შიგარი გაფხორილი. არ უშვებს ხალხნობა, აი მე იქამდე ძლივს მირეკილი ეს ამდენი 19 წიწილა ვარია. დაუფცხიკინებს რაღაცას უსვებს, გამოკირეკა ეს ამაკ დაკეტილი რომ გარეთ ვერ გადია. მე ხო აქამდე ვარ მისული, მივალ მაგრათა ვცემ, შევაგდებ. სანამ ეკრუქს დავარტყავ და ახამათ ახლიდან მივრეკავი, ეს ისე ვიქადგა. ხალხნო სამჯერ გამომირეკა. არც ცემაშველო და არც არაფერი ხო ვფიქრობ დავკლავა ექვე მეთქი და დავანებე თავი რომ 1.5 საათი კიდე დაღამდეს მეთქი. ესე იგი იმდენად შეაშინა რომ იმ დაღამებულზეც აღარ შედიოდნენ ქათმები. ეგრე არ კიდათ მეთქი. სუსათით. აი ყვავილები რო დაკრიფო, ხო იცი და ბუკეტი გიჭ. აი ეგ მეჭირა ქათმები ფეხებით დაბლა. ესე და აი შევისროლ და მიუკეტე კალები. ეხლა გამოვყარე და პატარა ბაღში არიან რა, ესე უნდა მივაჩვიო, თორე აი არ შემიძლია ხა დამწყდეულობაც არ არის ხა რა, კვეცხს დებენ რაღაცა, რომ როგორ უნდა დაამწყდომან. აი შუა ეზოში რო დადიან არა. აი მოვაშორე მოკლედ და დამღალეს და დამტანჯეს. ვაი და არავინ არ ამდგარა ხალხმა და რომელიც საათი წავიდებინე და დავცე. 10 საკლია 10 წუთი. ესე იგი, ნინოსთან ძილი არის საშინელება. სულ ვეცადე რომ ისა ზურგით წოლი ვიყავი ნინოსთან. მარცხენა მხარეს ვიწექი მე, ნინო მეწვა აქეთ. ან მარცხენა მხარეს გადაბრუნებული. ესე. დადის ფეხებს აი ესე ხან ისეთი ჩამკრა ზურგში. მე რო იქით ყოფილიყავი გადატრიალებული, ბავშვს გამაგდებინებდა. გადაიხადა, ან რავი აი დადიოდა. და თელის გავათენი მარცხენა მხარეს დაწოლილი მოთხარია. ხშირი ფეხი აღარ იყოს შვედურად ბეძი და წუხელ აი გადაჩაჭყულს, გადაფარჭყულს ორ საწოლია. ხოდა ეგ მაგას შეიძლება ეხა გაიღვიძა. ტელეფონი შეიტანდა და იქ იჭდება ბუჩქებით. აი მე რამდენი ვიცინეთ წუხელი. ჩემს ძალს ძალიან ისეთი ის არის რა, რომ ჯერ ახლა რაღაცას ვაწყობ, ეგევე ჯერა და კატოს ვუთხარი, მოდი მეთქი, რომელი იყო? 10 იყო თუ 10-ის ნახევარი, 10-მდე რა. მოდი მეთქი, ხა შედი. საწოლში ვითომ წეხარ მეთქი, შუქები ჩავქმნი, მარტო ტელეფონის ფანერით კონდეს მეთქი, დაურეკე, ან მიწერე მეთქი, რომ მანანად მამამიდამ დაგვაძინა. მართლა მიწერა, რომ დეო, დაწუნენო ბავშვებიო, მეც დავწეკი, არ მეძინებაო. და ისაო, მამიდაცო დაწვა მე მგონიო და არ მეძინებაო მოკლედ. და ვაიმე ეს არის, ვაიმე შვილო. რამეს უყურე შვილო, ან ცოტა ხმას ჩაუწერ, ბარბარე არ გავხიცო, რამეს უყურე. მე მწერს, რომ გოგო, რო დააძინეო, არ ეძინებაო და გამოვიდესო რა გარეთ. და მეც ხა ჩუმათა წერ, შეხედვართ მე და კატო ვიხკოცებ ციცილი, ჩუმათა წერ. ой, რა სამოთ, მეგი, რა ვიცი ხა შევედი მეთქი და შუქის ჩამქრალი აქვს ტელეფონი მეთქი და ძინავდა. მე ვითომ ვეძახი, კატო, რომ ხმოვანი გავუგზავნო რა. თავი მეთქი, მეგი არ ამპასუხობს და მე მგონი ძინავ მეთქი და შენ რავი რამე მოგწერა თქო და მე ახლა კატოსაც წერს. მე რომ გოგო, მამიდა რო გეძახისო, გადიო თუ არ გეძინებაო და რა ვიცი, დამიძახე 1-2 ჯერ და შევიდა ისევ დაწვაო რა და
უკვე ისტერიკა დაემართა იმას, რომ ვაიმე ხალხო მოვალო და წამოგიყვანო. გიორგი არ იყო სახლში და ჩემ მეზობელს ხავ გადაქვემოთ და მარის ვეწყიო და ამოვალ და წამოყვანო. ახლა ეს წერტეო ღერხული ხო არ იქნებაო რომ წამოვიდეო, წამოსვლა მინდაო, აბა არ მეძინებაო და რა ვიცი რად დაწვნენ ესენიო და ეს დაწვნენ დაიძინეს. აი მე დამიჯდა კატო გვერდზე და ვურეკავ ვიდეო თვალით. და კატოც ხო გამოჩნდა და კიდე ვერ ახვდება რომ ვატყუებდით რა. უი გოგო გაიყვანეო, თან ჩუმათა ლაპარაკობს, ისინი ვარ გააღვიძო კატო. ნინოზე და ბარბარეს და მიუტრიალე კამერა და ისიც დროს ხედან და დაწნებული იყო რომ ბავშვი 9 საათზე დავაძინე. ოღონდ შეულებრივ დაიჯერა, იმიტომ რომ 9-ზე ვაძინებდი ხო. პატარები რო იყვნენ ზუსტად 9-ზე უნდა წოლილი იყვნენ. აი ეს მერე 10 ნინოს ახლა 11-ის ნახევრამდე კაი თუ ვინმე არის კიდევაც გადაუწევ ხოლმე და რაღაცა მე დილის სკოლაში ვერ ეზარება ხოლმე. და რა მაგარი იყო ზუსტად 9-ზე ეძინათ. ვეტყოდი აბა პიჟამოები და ჰაიდა. მე 9-ზე ჩემი იყო ქვეყნიერება. ეხლა 12 არის, ზუსტად 12-ზე ყველა წევს. ეს ახო რა ქვია ქათმებზე. რა უნდა მეთქო? ხო. გუშინ დაიწერა ერთი კომენტარი. კურთხლის დაკვლაზე რო ვამბობდი ან რაღაცა რა და კურთხლი ანუ რო ზრდითო რა ესეთი ტონით იყო. ტონით ვკითხულობ ხოლმე კომენტარებში. რო ზრდითო, უვლითო, გიყვართო და მე როგორ ღაკლავთო მართლა მაინტერესებს. გამაინტერესა შეველია მარხზე და მეორე კომენტარიც აქვს, ოდესღაც დაწერილი კუდასთან არა, ბაცაცო რომ მომიკუდა იქ დაწერილი, რომ მაგასო რატო არ მქონდა ნანახი არ ვიცი. ხო გეუბნებით ხან ერთი თვის წინ? ხო დაახლოებით მას. ხალე შორენას კომენტარიც მაშინ ვნახე და ნინოს კომენტარიც იყო მე მგონი მაგის ქვეშ. რა ისაო? ჯერ ეს ხო წავიკითხე და მე წავიკითხე ბაცაცოზე. მაგ ძახსო უნდაო ჩაგეტარებინაო, აცრებიო, უნდა ესე მოგევლო ის მასწავლა მოკლედ რა და ამის მერე რავი ან აი კატავს რომ მაგალითად ჭიის წამას დავალებინებ ხოლმე ან რო ავცრი ხოლმე აუცილებლად უნდა ვიდეოში თუ არა არ უნდა ვთქვა უნდა განახოთ ხოლმე რა რომ ესეთებმა დაიჯერონ. ხო და ამ თემასთან დაკავშირებით რომ ვუვლი ზრდი მე რატო უკლავ? აი რა პასუხი უნდა გავცე? მარისთვის ვუვლით ზრდით კლავთ. ვიღაცა რომ მიდის და მაღაზიაში რო ყიდულობთ ხორცს, ქათმი, კურთხლის რაღაც. თქვენ გონიათ ის ქარხნული გამოშვებაა? ისიც გაზარდეს, ისიც და ძალიან იყოს ახლა რომ შეიძლება უბრალოდ კურთხელს არ ვიყვარო, ძალიან ბეწვი გასდის და ანუ პატარა ბაჭიას მოვიფერები, დიდს არა. ქათმები რო ძალიან მიყვარს ხო იცით, მაგრამ საკუთარი ხელითაც შემიძლია დავკლა. მაგრამ ზრდი აი უკვე იმ გაგებით რომ ისინი იმიტომ იზრდებიან რომ უნდა მოიხმარო, რა ვიცი. კანიბალიზმი ხო არ არის მაგისთვის სოფელში რო ცხოვრობ, როგორ შეიძლება რომ არ აკავდეს. მე ვჯერ ვიტყვით ხოლმე რომ აი რაღაცა საჭმელი რო გაძვირდება ხოლმე რა, მაგათი და რაღაცა რომ აი ხა მთელი წელი ვაჭმევდით და ეხა დაიწყეს კვერცხის დება. ანუ ფაქტიურად უაზროდ იმართებოდ, მაგრამ აი სისულელე სოფელში იყო და არაფერი არ აკავდეს. სოფელი გიყვარდეს და არაფერი არ აკავდეს. და რო ზრდი უვლი, იმიტომ უვლი რომ მე მოიხმარ რო გაიზრდებიან. ხა კატასაც უვლი, მაგრამ ამის დაკვლას არ ვაპირებ. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ტუპის ხორცი კიდე არ მგონია მოიხარშოს 14 წლისაა. ასე რომ ისევ კურთხლებს და ქათმებს მივაწვევით. ეხლა თქვენ რა გონიათ რომ ის პატარა მრავლად რომ ყავ პატარები, პეწეწინები, იაპონკები, ჩემები და კიდე პლუს 19 რო ყავ. ეს ქათმები და მე პლუს 3 მომაკვდავი რომ ყავ. და პლუს კიდე 4 პატარები. თქვენ გონიათ რომ ყველა სახელები უნდა დავარქვა და დილით რო გავუვალ თავზე ხელი გაუწვა ხოლმე?
ახლა ცოტა წამოიზრდებიან. უფრო ჯერ იაპონკების იმას ვაპირებთ გამოხშირვას, თორე 6 თუ 7 მამალია და არ არის საჭირო, ერთით საკმარისი არის. კვერცხს ისე მაგრად დებენ იაპონკები. 2 დღეში ვიღებ ხოლმე 12-14 კვერცხს. იცი ეს საყვარლობა. ეხლა ეგ რო გაიღვიძებენ ბავშვები, ეგ უნდა ვაჭყო. პატარა კვერცხი. რავი. ვიღაცისთვის წარმოუდგენელია ეგ და ჩემთვის კიდე ის არის წარმოუდგენელი, რომ რავი სახელებით მივმართო და ეხლა ინდაუს რო არ მოვეფერები და სახელთან მოვედი ყოველდღე ვცენ და ვბეგვავ. მაგრამ ვერ მიტანს. ოღონდ დავიჭერ ხო. არ შემიძლია ინდაუს თავზე ვერ შევეხების რაღაცები ვაქვს და რაღაცა რო ყიდია ეს. მაგრამ ეს ძალიან ქათქათაა და ფულფულაა და აი ეს დავიჭერ ხოლმე და ესე მაგით გამოვხატავ ხოლმე სიყვარულს მივჯუჯღნი ხოლმე ამ ხელა ინდაუს და გავუშვებ და გამეფხორება. მე წაადე თან. ასე რომ ასე. ხო რა შეეხება ჩემი წონის მომატებას? რაც სამსახურიდან წამოველი წონა ვატყობ რომ აღარ მოვიმატებდი იმას რაც საჭიროა, მაგრამ აი უცბად რო ვაკრიფ, მაშინ მართლა აღარ ხო ვატყობ ჩემ თავს რომ არ მომიმატია ისე. კაი ქენი რო საკონდიტოროთან წამოველი. იქ რაღაცას გამოაცხოდა, აბა მოდი ჭამე, შენ უნდა ჭამო, ორჯერ უნდა ჭამო, ორი უნდა ჭამო. იქ კრემი დარჩებოდა, იქ ბისკვიტი დარჩებოდა, იქ და ის ერთი ლუკმაც იმისი გაკეთებული კრემი ჩემთვის იყო უკვე რაღაცა საოცრები კილოგრამების ამ კრეფი და ეს ფაქტიურად მანადგურებდა რა ჩემი უფროსი მაჭმევდა სახალხო კოჭივით წავედი ახლა ხარ უნდა გეშტობებით მომავალ ვიდეომდე წავალება შემოვლა გავაკეთო ბავშვებში ვინ ღვიძილი აქვს და ვინ ძილი კატოს თხე რომელსაც იღვიძებ მეთქი და 10-დან 11-მდე არ შემაწუხოთო მე გამახსენდა ხო ჩვენ ხო ეგეთი პრინცესული მოდგმიდან მოვდივართ რა და არ ვაწუხებ ო ის თმა უნდა ჩაგიწნაო ხვალეო გახსოვთ ეს თხე რო ჩამიწნე და რავი ხან პატარა თმას რას უზავს მაგრამ ისე არ არის გამოცხული რამე აბა როგორ დამიწნობს რა იქნება და ბოლოზარისთვის იცი რა მომწონდა ხოლმე ადრე აი ეხა ეს ხომა გადმოწეული და ესე რომ გქონდეს და აი ამ ადგილს რო წნავდნენ ხო და არ ვიცი რატომ მომწონდა დღესაც მომწონდა არასოდეს არ მქონია მაგრამ მომწონდა აუ გუშილაშან დამცინა რომ მეთქი ესე კაბები ავარჩინე შოკმარინაში მეთქი და ვერაფერში ვერ ჩავეყვეხე მეთქი და წეგანაც ვეუბნეოდი რა რომ ჩასაცმელები როგორ არა მაქვს ახალი უკაცა ახალი საროჭკაც მაქვს საროჭკის ღილები როგორ მაქვს იცი აი ეს ერთმანეთს რო ეკიდებიან რა აი ეს უცელი ხო და სამშაბათს დასვენების დღეა და ბაზრობაზე ჩავიდე თუ ჩაგიყვანო და რა ვიქნებ რამე ნახოთ აბა თან არ მინდა ისეთი ძვირიანი ვიყიდო არა მე ხო იცით ეგეთ რაღაცები არ მიყვარს რომ შეიძლება მე ვეღარც ვიხმარო და თან ბოლოზარია რა ჩოული ჩაცმულები მოდიან წაველი ხახნო აბა ბედნიერი დღე ყველა საბახი და აბა ხო მოვიფიქროთ საიდან დავიწყებთ საქმეს თუმცა რატომღაც ისა ბიზნეს ველოდები მგონია რომ მოკვირაობით მოდის ხოლმე და მგონია რომ მოვა და ყავაზე ველოდებოდი და რომ ნახე რომ ძალიან ადრე იყო მეთქი დალი ეყავა და თუ მოვა მე კიდე დალიე და რა იმედია მოვა წინაკვირას არა ყოფილა გადამაგდო ეხა ველოდები ბედნიერი დღე ყველას ხალხნებ აბა ჰე